იქაც ვიძახდი ხოლმე ადრე ეგეთი იარაღის რო განვიხილავ, მეთონას დამართვნია და სიტუაცია ეგეთი რა, რომ თუ ამ კალიბრში თოფის ყიდვა გადაწყვიტეთ 22 კალიბრში. ჯობია რომ იყიდოთ აი ესეთი რა ბოლტიანი. ანუ მექანიკურად იტანებოდეს, ან ქვემოდან იტანებოდეს, ან ხელით იტანებოდეს, იმიტომ რომ ნახევრად ავტომატურ თოფებს ამას ახლა გავუკეთებ ისე. ნახევრად ავტომატურ თოფებს რომელიც არის ვაზნებს არჩევს რა, ანუ არჩევს შეიძლება არ გადატენოს რა, აი გაისულო 1 გადატენა, 2 გაისულო გადატენა, მესამეზე გაჭედავს. და თან ფული გადახდილი და ბოლოს უნდა გამწარდეთ. ამიტომ, რავი, ჩემი რჩევა იქნება, რომ ამ კალიბრზე თუ იყიდით ნახევრად ავტომატურს, უნდა ნახოთ რამოდენიმე ტყვია, ხარისხიანი შევსო ძვირიანი თოფი უნდა იყიდოთ, ანუ ტყვია უნდა იყიდოთ. და სადმე წავედა ვიღაცას მე ტყვიები გამითავდა და მოიტა ვისოლო ვერ ისვით, იმიტომ რომ გაისვის, გაჭედავს და იქნება მთელი უბედურობა. ასე რომ აი ეს იყო, ეს არის მოდი ესე ვთქვათ რა სპორტული იარაღს დავარქმევ, იმიტომ რომ